მოგესალმებით პროფესორი მაღრიბლო ჩვენ ვიწყებთ ჩვენს გადმოცემას მიესალმებით ბორის ჯონსონს ორი ამბავი მოხდა გრანდიოზული ორი ამბავი მოხდა ერთი არის მიმდინარეობს ირანსა და ძალიან ახლო აღმოსავლეთში ამბავი ძრა ესე იგი გეოპოლიტიკური და მეორე უფრო მნიშვნელოვანი ამბავი ქაქები გაერთიანდნენ და ერთი დიდი ქაქი წარმოადგენეს შენ რატო მესამე მნიშვნელოვანი ამბავიცა ბორის ჯონსონი გიყურებდა ბორის ჯონსონმა ითავა ეს საქმე ჩვენი დასაქცია პოსტივი თქვა ბორის ჯონსონმა ბორის დიდი მადლობას მოგახსენებს შენი დედაცვატირეშენი და ასე შემდეგ ანუ უკრაინაში ომის გაგრძელებაზე და პოსტივიზმაზე ორი დიდი ცოდვა და გეოპოლიტიკური საზარელი დანაშაული აქვს ჩადენილი ერთი რომ გააგრძელებინა ომი ზელენსკის სპეციალურად ჩავიდა ხელი არ მოაწერინა სტამბოლის სამშვიდობო ხელშეკრულებას და მეორე რომ დაგვასაქცია ჩვენ პოსტივი არა ბორის ჯონსონმა ესე იგი პერსონალურად ახსენა პოსტივი და იმედე მე მაინტერესებს ეხა ცოტა უკეთრო ჩაეკითხონ და მაგალითად უთხრან აი სამნი და კოში რომელი წამყვანი უფრო გაღიზიანებთ ან რომელი წამყვანი უფრო ოდიოზურია რომელი უფრო უწყობდა უკრაინის დესტაბილიზაციას ხელს აი ჩვენ სამს შორის და პერსონალურად რო გააკეთოს კომენტარი აი მაგალითად გური სულთანიშვილი კაი ყველაფერი მაგრამ ბაჩოს ვერ პატიობ იმას რა გურის კარჩე ბაჩო ერთგური არა რომელიმე ერთი უნდა ანუ ჩვენ ნაკრებს ბალეშიკოვსო და არ ეკადრებოდაო ეგეთი კიდე ბალეშიკო არა ბაჩო აბა ეხა თქვი მოდი აბა პირდაპირ სოფლიოზე იმდენი ახალი მოთამაშე იქნება რომ იქიდან მომიწევს ავარჩიო ვინმე მაგრამ ნუ სამცხეო პრემიერ ლიგას ვერ მოვწყდები მაინც არა პრემიერ ლიგას უყურებ რა შუაშია უყურებთ, მაგრამ მე უბალეშიკობდი მანჩესტერ იუნაიტედს, მთელი ბავშვობა და აი საჯაროდ ვაცხადებ, რომ всё, მანჩესტერ. აი, შენი პასუხი. გადასმული გაქვს ჩემგან ხაზი, ისედაც ხეირი თქვენგან არაფერი არ იყო. ფორმებსაც დავწვავ, რაც მაქვს თქვენი. აი სანქცია ძმა. 5 დღე გავიდა. მეტი სანქცია რა, ერთი გულშემატკივარი მოგაკლდათ. აკაცუკა კაკაშკების მიერ დაანონსებული იყო, რომ ჩვენ შეგვექმნება პრობლემები, მაუწყებლობა ჩვეულებრივ გრძელდება უკეთესად კი და პირიქით სხვათა შორის მართლაც უფრო მოტივირებულები ვართ. რაზეც ბევრჯერ რეიტინგის ზაზის აისახა ინტერესი გაიზარდა და თალსახად ეგრეც არის. ასევე დეელოდით. ამასობაში აკაცუკი ხალხი გაერთიანდა. და ბოლოს მოგახსენებთ უკვე აი ეს მოვილიოთ ეს ყველაფერი დღევანდელი ამ ოპოზიციური გაერთიანების შედეგად რადიკალების და დივერსანტების და მე საერთაშორისო ამბებს ნოლების ერთობა. ამომწურავა. მესამე კლასში თუ მეორე კლასში ვისწავლე, რომ ნოლს 0 მინუტად კიდევ 0 და კიდევ 0, უსასრულოდ ბევრი ნოლები ჯამში ნოლს გვაძლევს. ნიკა გვარამია რას ამბობს აი ამ რაღაცა ერთობაზე, ერთიანობაზე. ვახციეთ მით უმეტეს იმედმა და პოსტივიმ უნდა იცოდეს ჩვენი წარმატებების შესახებ. ბევრი განსაკუთრებით ბოლო დღეებია ძალიან განსაკუთრებული გაინტერესებთ პასუხი უნდა მომისმინოთ. უნდა მომისმინოთ. აი ჩვენი გაერთიანებების ჩვენი პასუხი თუ გაინტერესებთ უნდა გითხრათ და დავასრულებ ამაზე ჩვენი ერთიანობის წარმატებები გუშინ თქვენი ბოლო დღეების კომენტარებით ძალიან კარგად ჩანს. სულმცირე. მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ ფუძნდება ოპოზიციის ალიანსი, ეს არის ერთობა ერთად გამარჯვებისთვის. მე მაქვს ჩემი პროგნოზი რა. ხო და სანამ აი ზუსტად ამაზე მინდა კომენტარის გაკეთება. ეს ალიანსი რო დაფუძნდება, რო დაფუძნდება, რო კაი პირველი რაღაცა მოძრაობა რო შეიმჩნევა ჩერგო დაშლის ამ ალიანს პირველი ან თვითონ გამოიყოფა ვიღაცასთან მოუვა კონფლიქტი უეჭველი ხელს დაარტყავს იქ იქნება აროგანტული რომ მე მაგალითად თინა ბოკუჩავაზე უკეთ ვიცი რაღაცა რა ნეოკონების ისტორია და ეს რა მოხდება ხო ეს ცუანა ჰიპსტერი აღარ არის ცუანა ჰიპსტერი აბავინა მარტო ცუანა ცუანა ადამიანი კი ბატონო რაღაცა ჩაიდენს ისეც რასაც ჩერგო ვერ დაეთანხმება დაგმობს იქვე მიზანი უპირველეს ყოვლისა მიზანი არის იდეური ერთობა ის იტყვის და ეგრევე ატყდება აი ამ ქალების ჭუბი რა ტალახში ბალიშებით კი ბატონო ხო იცი ჭიდაობა რო არის ქალების საინტერესო მოდი გავუშვათ აბა ეხლა ჩერგო
გამარჯვების გზას ჩვენ ვაპირებთ აქცია, სანქცია, ალტერნატივა. ახლა შედგა ალტერნატივა. აქცია მიდის დასანქცირებულები აგერხართ და ეხლა შეიქმნება ალტერნატივა. სამივე მხრიდან არ ყავს დაკარგული ელექტორატი, ძალიან დიდი ელექტორატი ყავს, ძალიან დიდი ელექტორატი ყავს, ჩვენ გამოუთხრით ძირს ქართულ ოცნებას. შემოგვიერთდება. ყველა შემოგვიერთდება. ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. ყველა შემოგვიერთდება. მე გავიგე. ესე იგი, ჩვენ ხო გვაქვს აი ტრიადული სისტემა, მამაღმერთი ზღვერთა სულიწმინდა, ამან აქცია, სანქცია და ალტერნატივა. ხო. მამული სარწმუნოება, ღვინო დუდუკი ქალები მართალი ხარ? აქცია, სანქცია და ალტერნატივა. ალტერნატივა. აქცია მიმდინარეობს, სანქცია აგერვართ, ხუთი კაცი. სანქცია აგერვართ, ალტერნატივა კიდე აგერვართ. საოცარი ალტერნატივა. შორის ტრიადული სისტემა. აუ, ჩემი. ეს რო გწოდნოდა ჩვენ ბიჭო, დაგვერხა რა. სანქცია, აქცია, შმაქცია. კი, მაგარი წმინდა სამება შეიხრა რა. ახ, თქვენი დედავატი. ირაკლი კუპრაძე. კუ არისო ხო მანდ? ეს კომუნიკაციები არსებობს, თუმცა რაიმე ტიპის ხელოვნური ერთობა, სადაც ნდობის კრიზისია, ახალი დოკუმენტების ხელმოწერა, რომელსაც უკვე ხელი გვაქვს მოწერილი, მაგრამ ქართულ ქარტიას ხელი ხომ მოვაწერეთ. იმეს ხوار გადაუგდია, ეს ქართული ქარტია. არც რაღაც ჯვარი აგვიყრია. არა, ის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, სადაც თანამშრომლობაზე შევთანხმდით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პრინციპებზე შევთანხმდით. ყველაფერი შეთანხმებული ვართ. იმის მიღმა ყოველ ჯერზე ხშირად რა ხდება, იცით, როცა მძიმე კრიზისი მართალს მართალს ამბობს ბოლომდე და ამაზე მინდა კომენტარის გაკეთება. მოკლედ ეს რადიკალური ოპოზიცია, ეხლა ვინც დააფუძნა ალიანსი ოპოზიციური, ესენი არიან იმ დონის დივერსანტები და იმ დონის დაბალი სიმბოლური და სოციალური კაპიტალი გააჩნიათ, რომ თავის თავს არ ენდობიან. ჯერ პირდაპირ ეთერში დაფაზე აწერდნენ ხელს, იმდენად არ ენდობოდნენ ერთმანეთს, რომ ხალხს ანახებდნენ, იფიცებდნენ საჯაროდ და მაგ ხელმოწერის დროს ეგ ეთერი ვერ ჩაატარეს ერთობით. ერთმანეთში იჭუბა ნიკამელიამ და გუბა სანიკიძემ. ეგ ეთერიც კი ვერ ჩაატარეს ერთობით. ეს არის ყველაზე ბინძური ძალა, რაც კი შეიძლება საქართველოს დაემართოს. მართლა ესეთი ბინძური, მონური კოლონიალიზმი, აი ჩვეულებრივი ესენი არიან ცუდი დაბალორგანიზებული ევროპელები გზირი მონაწილეობს ამ თვითონ როგორც ამბობს სააკაშვილი მონაწილეობს ამ ერთობაში და ჩერგოს ჩვენზე მეტად ოცნებაზე მეტად ლანძღავს ამას და რას არ უწოდებს შეურაცხყოფელს სიტყვებს სააკაშვილს და მიშაზე რა აზრი აქვს ხო და მიშა თუ არის ამ ერთობაში ანუ აღარ იქნება ისეთი რა ვიცი რა ვთქვა რა მანიაკი შიშარას დედის ჩვენ ყველაზე მაგალითად ვილაპარაკეთ ჩვენს ვამბობთ რომ არიან ნაცები და ნაცის სატელიტი პარტიები ესე იგი რამდენი წელი გავიდა 14 წლის შემდეგ ნაცები ისევ გაერთიანდნენ არიან ერთად გვთავაზობენ თავიანთ რაღაცა თან სტრანი არის იმიტომ რომ ამათ თქვეს რომ ჩვენ ოცნებობენ წამებაზე ისე არის კოალიცია არა ანუ ჩვენ ის იდენტობა უნდა შენარჩუნოთ ყოველს ჩვენ ნომერი უნდა გქონდეს მაინც რა საარჩევნო და პირველი ის რა აქვს იცი რომ ხო შეიკრიბნენ ესენი ერთობა შეკრეს ურყევი და გეგმა ხო რაღაც სამოქმედო რომ აი ხალხთან ეს მესიჯი გვინდა ეხა გასვლები ეს უნდა ქონდეს რაღაცა პირველი ვერ რეგიონში მიდიან ზედათ როცა ვაშინგტონში უნდა წავიდნენ პირველი ვიზიტით ბატონო როგორც ერთობის ხო წავიდნენ შეხვდებიან ჯო ვილსონს იქაურ თავიანთ პატრონებს მიიღებენ დავალებებს გამოვლენ მე ვიტყოდი არ მინდა გადავიდე გეოპოლიტიკურ თემებზე ჯერ მაგრამ ვაშინგტონს საერთოდ არ ცხელა ვაშინგტონში ისეთი ამბები ხდება. მე ვიტყოდი რომ PR კამპანია უნდა დააგეგმინონ ჩერგოს, მიკი მაუსი, ოჩო ფეხები, რომანი ჯონსი, ამერიკაში იქნება. არა, აქ ხო? იქიდან წამოიყვანო. მიკი მაუსი, ოჩო ფეხები, განგნამ სტაილი და ეგ აქვს. მოგებული გაქვთ ახალი ტრიადაში. ხო და შესაბამისად ვაშინგტონში ხა სანამ ეს ომი მიმდინარეობს და შემდეგ მეერეც იმიტომ რომ მოდის არჩევნები შუალედური ტრამპს და კლიანტ არც ოპოზიციას და არც პოზიციას. ამთან ჯერ ამათ ვინ მიასრულებს. არა, არც ოპოზიციას და არც პოზიციას ჯო ვილსონსაც კი. ჯო ვილსონს სუცალია. არა მგონია. $1000-ად. რა თქმა უნდა. ხო, კი ბატონო. აი გრიგოლია გეგელიას როგორ აქებენ, შეხედეთ? გეგელიას ნახეთ.
აშუაში იყო ეს თემა და კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვა, თქვენ არ ხართ სამხედრო სპეციალისტი, მაგრამ საგარეო მიმართულების სპეციალისტი ხართ. პროცესის რამდენ ხნიან განვითარებას ელით, ფიქრობთ ირანზე, სვამეხლა ირანში მიმდინარე პროცესებზე, შეკითხვას, კონფლიქტზე და დასრულება, როგორი იქნება თქვენი აზრით, პოლიტიკური მიზანი. უნდა დამთავრდეს ან ეხლა, ან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შესაძლოა ვეღარაფერი შეიცვალოს ირანში. აი როგორ ფიქრობ? კი, და ზუსტად ეს თქვა ამერიკის პრეზიდენტს. კი, მე ვიმეორებ ზუსტად იმას, რაც და სწორად თქვა. მე ვფიქრობ, რადგანაც ან ეხლა, ან დიდი ხანი ვეღარაფერი. ან ეხლა, ან თაობების მანძილზე. თაობებისთვის უკვე შეუძლია. მოიცა, ეს თავარი ისა, მე მომასმენინეთ, რომ ვიცოდე როგორ დამთავრდება ეს კონფლიქტი ახლა აღმოსავლეთში. ჩვენ ამის გაშვება არ შეგვიძლია ცენზურა, საკუთარმა თვით ცენზურა მაგვიგზალა, იმიტომ რომ ეს რომ მოისმინოს, დავემხობით. ისეთი მაკარი პროგნოზია. ბოდიში ეს არა, პონტია. არა, ბიჭო, რა არის ცი? რა არის ცი? ჰეგელია, აი გრიგოლია ცნობილი. იმას არ უშვებთ ბოდიში ქაჯაიამ რო ილაპარაკა. კი, გვაქვს ქაჯაიას. ხო, ქაჯაია გვაქვს. ეს დღევანდელი რაღაცები არის და ამის განმავლობაში ქაჯაია მე დაგერამა ქაჯაია. ისეკვაც გაუშვათ მეყანწიშვილი თუ აი ახლა გაუშვით შეიძლება ქაჯაია? ხმა ხომ აქვს? რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ქალაქების დაბომბვა? რატომ გაცდა ირანის ტერიტორიას? იმიტომ რომ ირანიდან წასული ტერორისტები, ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები, მათ შორის გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოება მიცის, რომ სწორედ გუშაქთა კორპუსზე გაქრეს აიათოლა ალი ხამეინის რეჟიმი, თავს აფარებენ სწორედ არაბულ სახელმწიფოებზე ამერიკულმა დაზვერვამ, ისრაელმა ძალიან კარგად იცის, სად იმყოფებიან ისინი და სავარაუდოდ ამ სპეცოპერაციების აფეთქებების მიზანი სწორედ ეს არის. გავაჭო, მეგობრებო, მოკლედ ძალიან ბევრი შეცდომა გასულა ტელევიზიებში რა ერთ წამს ეს შეცდომა არა. მაგას ვამბობ, ძალიან ბევრი შეცდომა გასულა. ძალიან ბევრს არერია. ძალიან ბევრს არევია თემა, მაგრამ ეს არის ინტელექტუალური ჯოჯოხეთი, ეს არის ტვინის გაუპატიურება. ანატუპაია. ბიჭო ოღონდ ყველაზე მაგარი აქ რა არის, იცი ხელში უნდა ეჭიროს პასტა, რომ მეტი დამაჯერებლობა და ისე გელაპარაკება, რომ თითქოს აი ეგ ვინმე რო არ იცოდეს არაფერი მოусმენს, უია, საზოგადოებამ ხო იცის გუშაქთა კორპუსი. ისეთი ხაია გააკეთა, რომ ვაფშე სირცხვილი რო კონდეს, სახლიდან არ უნდა გამოდიოდეს. ანატუპაია. ბიჭო, რაზე ილაპარაკა, ანუ ამ ქალაქებს იმიტომ გაცდაო, რომ იქ ისინი იქ არიანო იქო ამან იფიქრა რომ ამედო ეხა არაბები ისინი ყველა ეს ანუ ეს აკეთებდა პროგნოზებს და ისრაელი ურტყავს და ამერიკა ურტყავს თავის ბაზებს სასტუმროებს დაუშვათ აბუ-დაბიში არა თავის ბაზები ჩავარო ცოდნოდა და მე ეს ხალხი გამოვა და იტყვია რომ ყველა ეს გოგო გამოვა და რაღაცა შეგეკამათება რა ყველა ის რა ქვია საქართველოსიო ყველა ტაქსისტიდან დაწყებული დამთავრებული გეოპოლიტიკაზე და კონსპირაციებზე აკეთებს აქცენტს რომ ტიპებს ყავთ საჯარო ეთერში წამყვანი რომელმაც არ იცის ვაშლი და მსხლის გარჩევა ერთმანეთის ხალი კიდია ვაშლი და კარტოფილი არა დაჟე რა ბანანის რა ვაფშე სხვა ვაფშე ტელევიზორის და ვაშლის და ტრაქტორის გარჩევა ანუ ოღონდ აქ ყველაზე მაგარი არის დამაჯერებელი ტონი რა რომ ეს ხო გუშაქთა კორპუსი ხო ყველა გუშაქთა კორპუსი მართლა კორპუსი გონია რაღაცა რა პატარა რაღაცა ჯიგრული კორპუსია რა თუ ანატუპაია საღოლ გრიგოლიას მერე ტუპიზმი რო გამიკვირდებოდა ამან შეძლო და გრიგოლიაზე მეტი ტუპაია იცით რა მაინტერესებს ამის გაგრძელება ამ ეთერის არა ამ ეთერის ვინმე არ შეუსწორა ბაჭო სამეჩუნე ვარ ვის უნდა შენ არა ვერაფერს ვეღარ ამბობს მე კაცო ვინ შეუძლია არამეს გეუბნები იქ ხო და ინგარ ასე უნება რომ არა ეს იქ არ გაკითხეს კაცო იქ ჯესეთ ვიღაცებს შეეტყოთ რომ მიხვდნენ რომ რასაც ამბობს კაცო ეგრე არა ხო და მაგას ვკითხე ეგრე არა ისეთი რაღაც თქვა რომ აი საუკუნის ტუპიზმი თქვა რა აი რა ვიცი მეორე ხო და ამ დაპირისპირებაში ამას რა ქვია რომელი ქაჯაია ხო და რომელია აქვია ვის მხარეს ხარ შენ აი ვის მხარეს არის choose your fighter ხო აი სა ხო ეს ჯესეთ ვერ ერკვევა ხო და აი რაშიც ერკვევა იმ დონეზე მაინტერესებს
არ უნდა, რა თქმა უნდა, ირანი არ მოწევს ირანი. და არც ეს ტერორისტები სადაც გაიქცნენ არაბეთის ის ქვეყნებში. ტერორისტები შეიფარა დუბაი და დუბაის დაარტყა ისრაელმა. ამერიკამაც, ხო. ბიჭო, რა სამყაროა, რა საინტერესო სამყაროა. და ეს გამოვა მე და გეტყვის, რომ ეს რაღაცა იცი რა, თქვენ deep state-ს ახსენებთ. ეს რაღაცა რეპორტაჟს გააკეთებს, აზრის სიტყვის. მე შეიძლება ვიღაცას კითხვა დაუსვას, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ეს აბსოლუტური ტუპიზმის განსახილება, ანუ რა. ის არ გვაქვს, როცა ყავს. გვაქვს, ჯგუფში გდია. აბა მიდი. გაუში. ბიჭო, შედევრები გაუშვათ? შაბათ კვირის გაუშვათ, აბა. ჩვენთან ჯგუფშია? დავიდე. ეს ერთი წუთი, მეგობრებო, უნდა გავსაზროთ სად ხდება ეს. თბილისში. ირანის საელჩოსთან, როცა ხამენეის სიკვდილის შესახებ გაიგეს. კი ბატონო. მადლობთ. პროსტატა ეხავს, მართლაც ეხავს, ძალიან ეხავს რა. და რო არ ეხავდეს, ვიტყოდით, მაგრამ აი შემიძლია აუხსნა კიდეც რა. რატო და როგორ? არა, სხვა ადამიანმა შეიძლება ეს ვერ გაიგოს. მე მგონი ვისაც შენ გინდა რომ ეგ აუხსნა, იმასაც იცის რომ ეხა. მაშინ ერთ კონკრეტულ ფრაგმენტზე მინდა რა, დაკვირვება რომ ესე იგი ყველა იდეოლოგიას ფაქტობრივად გააჩნია თავისი მტერი. იდეოლოგია ისევ ვერ იარსებებს ვერც პოლიტიკური მოძრაობა, ასევე ვერც რელიგიური. აი შმიტის თეორია არის რა, პოლიტიკური თეოლოგია ის ხო ამბობს, რომ ყველა პოლიტიკური თქვათ მოძრაობა არის სეკულარიზირებული ვერსია რა თეოლოგიის. იქ არის რა მეგობარი მტრის დიქოტომია, ანუ ყველაფერს სჭირდება აბსოლუტურად მტერი. მაგრამ მე არ ვიცი ლიბერალური დემოკრატიის და აკაცუკების, გლობალური აკაცუკების გარდა რამე იდეოლოგია, რომელიც მტერს, ესე იგი, სიხარულით, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც გვამებზე მოცეკვავები. უხარიათ ყველა. მაგას ვამბობ, გლობალური აკაცუკები თქო. მაგალითად, ბელადენი რომ მოკლეს. მაგას ვამბობ, გლობალური აკაცუკები რა. ანუ კრებსითი აკაცუკები, ლიბერალური დემოკრატია თქო, მაგიტო აღნიშნე, არის ერთადერთი იდეოლოგია, რომელსაც უხარია. ანუ იმდენად ეთიკისგან დაცლილია, რომ ესენი არიან მკვდრებზე მოცეკვავები. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვიღაც პოლიტიკური ლიდერია თუ მაგალითად ჩვენი ძმაკაცი ბასლა, რომელზეც იგივე მოაწყვეს. ანუ ესენი არიან ჩვეულებრივი მანიაკები. ესენი არიან ეთიკისგან დეფორმირებული მორალის, ეთიკისგან სრულად დაცლილი საზოგადოება. მიხვდი? ანუ არ შეიძლება ასე იმას არ მინდა შევადარო რაინდებს და რაღაც იმას, მტერს უგზავნიდნენ ყველაზე ძვირფას ექიმებს, მაგალითად ხო, რაღაც წესები. ესენი არიან მანიაკები ჩვეულებრივი. ეხლა ინფორმაცია გვამებზე მოცეკვავები. და ინფორმაცია რომ ნატოს გენერალურმა დირექტორმა თქვა რომ ნატო არ ჩაერთვებაო. ხო, მოდი ძალიან საინტერესოა ეს ვიდეო გავუშვათ, აი, გავუშვით მიამას ამბავს ეხლა. ის ბოდი სამ მიამას გავუშვით. ბრიტანეთის თავდაცვის რო გააძრო. ჯერ ეს გავუშვით. მაგათო აირიათ. იმიტომ ბრიტანეთის დაჭერილი მაგდა. კვიპროსში. გაიგე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ არ მომწონდა ამ კომპანიაში, მინდა გითხრათ, რომ ეს სამოქალაქო პოზიცია, რაც მიამამ გამოხატა არის დასაფასებელი, იმიტომ რომ საჯაროდ დაიწყო ამაზე საუბარი, ისი გაკეთებაც მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრ ბრენდს მოუწევს, განსაკუთრებით საერთაშორისო ბრენდებს, რომლებსაც სჭირდებათ საერთაშორისო რეკლამის მთლელები, ისინი ვერ შეძლებენ იმედზე და პოზიტივზე რეკლამის განთავსებას ამ მიზეზიდან გამომდინარე და მეორედ მიზეზი ცხადია სანქციების შიში, მაგრამ მე ამაზე ხმამაღლა ისაუბრა და ამის გამო კიდევ უფრო დასაფასებელია და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი საყვარელი მე ამას ყავა, რომელიც სულ მაქვს, იმიტომ რომ ზოგჯერ არ მინდა ხოლმე ძალიან წარე გემოს ყავის. მე მგონი აქ შეცდომა აქვს ტაქტიკური დაშვებული, გავუშვით ვიდეო, ესე ძალიან ცუდ რაღაცას ვიტყვი კაცისთვის, მაგრამ რახანის ქუსლებზე არაცვია აქ და ბიჭო, სხვათა შორის ქუსლებზე არაცვია და მაგით ვარი ესე არაპროპორციული. თორე ამას ქუსლებზე როეცა ერთი წუთი. იდებოდა სად იცი? ცათამჯენში შევიდა. მომისმინეთ ერთი წუთი თქვენ. ტაიონა ამ ბოლო პერიოდში მე ძალიან მომწონს. ეხლა
ბოლო პერიოდში არჩეული აქვს ეგეთი სტრატეგია, წერს ვიღაცებს, ნომერი ჩამიგდა შენი, გნახავ, ემუქრება. მართლა? გამსახურდიას ვიწერა კიდე ერთმა ირაკ ჩამყარაშვილმა, ლოკაცია, ნომერი და მაგარი აბლატაებული, მაგარი პატივსაცემი აქვს. ხო იცის ახლა სადაც ავარ და მოვიდეს. არა, ჩვენთან არ აქვს ეგეთი კუსლები არ ჩააქვს. არა, ჩვენთან ეგ პრეტენზია არ აქვს, ჯვარი წერია ახლა. დასამუშავა. და კუსლები არ ჩაიცვას, თორე იმენა მარტო კუსლით ვინძე გავგიჟდებით რა, შემეშინდება. ცუდი რაღაცა. ბიჭო, ეგ ძალიან მაგარია. მაგრამ პროსტე ეს იმსახურებს. არა, ეგ ძალიან მაგარია, რო წერს. ნომერი მომეცი და შებეროს იგრიალე ოქრო. მე იყო, ანუ მე ამამ კაი პოზიცია დაიჭირა ბოლოს. კაი არა. ჩინები მიღო და არც აქ სორი, მოდი ვთქვათ, მაგრამ არასწორად დაიწყო, ვეღარ გამოასწორა მთლად კარგად, მაგრამ უარესი. სწორად უნდა იარო ადამიანი. მე რა მეტრეველი გავუშვით მაგარი კაცი, შლანგი გავუშვით. მე რა მომრიგილაპარაკა ჩვენზე რა. მოგწონდეს იმედი, რასაც აკეთებს, ეხლა განსაკუთრებით პოსტების ხოლმე საერთოდ არ ვიტყვი არაფერს. როცა ისინი საუბრობენ რაღაც სიტყვის თავისუფლებაზე და ასე შემდეგ, გასაგებია, ყველას აქვს უფლება რაც უნდა ისაკეთოს, მაგრამ მე ყველას აქვს უფლება ამაზე რეაგირება კონდეს. და მე თვითონ რატო არ რეაგირებს, ძმაო, რატო ელოდება ბრიტანეთის აქციას? თუ ეგრე არის ბაზარი. ირეაგირა. თვითონ რაში ირეაგირა? დაგირეკა? შლანგივით. მაგრამ ისე სხვა შორს ლიბერალებმა ეგ კარგი არის, რომ როდესაც შეიგნონ, რომ ეხა ამ სანქციებს ხო გადაწყვიტეს, რომ ეხა ავარ აეგონათო კაცობრიობენსო, ქმედებასო, უკუქმედებაც მოძდევსო და ისეთ ლიბერალებმა უნდა იცოდეთ ძალიან კარგად, რომ Facebook-ში ნათქვამი სიტყვები არ იკარგება და მაგაზე მოგიწევთ შემდეგ. რეალურ ცხოვრებაში პასუხისგება და ამიტომ მაგისთვისაც არ უნდა იყოთ. გეილახებით. თინა ბოკუჩა. დაიცა ერთამ. ოღონდ მართლა გაილახებით, აი ჩემგან დაბაჩოსგან. კაი, ნუ იმუქრები. ბიჭო, მერაბა მეტრეველმა ჩვენზე ისაუბრა, არ ვიცი თუ არა ის ვიდეო. ეს რა საზიზღრობა ხდება ეს სამნი და აბა არ ვლაპარაკობ. არა, ვინ არიან ეს სამნი და კორა არა. უბრალოდ ერთხელ უყურებდო არგუმენტს ველოდებიო, ჩემზე ლაპარაკობენო არგუმენტს ველოდებ. პირდაპირ ლანძღვა არ დამიწყეს, ხო და კიდე გაგლანძღავთ ერთ შეშელანძღვა. შლანგი რო იყო, მაგისი ზედმეტსახელი გალანძღვა, ეხლა? არა, ველოდებოდიო რომ რამე მიზეზით გამლანძღვა. რა თუნდა მიზეზი შლანგი? მიზეზი, ხო? პირდაპირ ხაჯაჩი მიზეზია. კი, ეგრევე. კომპრომატი ხარ. არა, ბიჭო, ხა არგუმენტებზე დავკარგე. არა. არგუმენტი არა ის. ცივი შამპანი ვიყარი. და ვარცხნი და ცივი შამპანი. თვითონ ხო არგუმენტი რეგულარულად. ხო რა. გვემძვის არა? არგუმენტმა მოკლა ბაბუაში. ხო, ცოტა ძიმი არგუმენტი იყო და მოხვდა და მოკლა. აი რა. არგუმენტი. ის წყაროც ვარ დაგისა. პატახდვა. ცნობილი რაკეტა პატახდვა. არგუმენტ წყაროც უნდა დაუსახელო. არ მე ვაპირებდი არგუმენტი მეთქვა, მაგრამ ისე კარგად შევერეთ რომ აღარ ჩავერე. ისე თურამე იყოს ეს. თურამე თინა ბოკუჩავა გვახსენია. აუ შენ ადეკვატური რჩები მისია. მე რამას თვალში ადეკვატური ბიჭი ხარ. თინა ბოკუჩავა. მათი დეზინფორმაციის მანქანა არის დაკოჭრებული და ჩვენ ამით ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით უნდა ვიხეიროთ იმ თვალსაზრისით, რომ ამ სიცრუის და ტყუილების და დეზინფორმაციის გავრცელების ფონზე კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით უნდა ვუთხრათ საქართველოს მოქალაქეებს. რა უნდა უთხრას საქართველოს? დაკოჭრებული რას ნიშნავს? რეიტინგები ნახეთ და მიხვდებით, რომ არანაირი დაკოჭრებული რა უნდა უთხრა? ეგ რაც თქვენ რაღაცა ხო აქცევთ, ხო აძლევთ ინფორმაციას ამ საქართველოს მოსახლეობაზე. ხო გიკიდებენ ფეხზე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. რა ვიცი, რატო აქვთ იმედი, რომ ჩვენ მოდი გეოპოლიტიკური ჩვენ დასაქციელებს ერთ-ერთი მიზანი იყო ეგ, რომ იქნებ როგორღაც საზოგადოება ამათ ვეღარ მოусმინოს საზოგადოება მათ, იმიტომ რომ მათ აქვს საზოგადოებაზე გავლენა, ხალხი ამათ უჯერებს, იმიტომ რომ ამათნაირი ფორმულას და პირველი მსგავსების გნიდები არ არიან. ფაქტებზე და ფაქტოლოგიის მიხედვით ლაპარაკობენ, დეზინფორმაციას და fake news არ აუცელებენ. ერთ-ერთი მიზეზი რასაკვირველია ეს იყო ჩვენი სანქციების, მაგრამ ხო, რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, არ არის სასახად ისე როგორც სურდათ ამერიკაში მოვლენები ისე არ მიმდინარეობს. ირანმა მოახერხა და სიჟიზარი დასცა თელს ახლო აღმოსავლეთს. ჩვენ უბრალოდ უნდა გვიხაროდეს, ჩვენ მთავრობის ხელშეწყობით არჩეული კურსით და შრომით ჩვენ ვართ უსაფრთხო ზონაში. ჩვენ ავანტიურებში არ მონაწილეობთ. დღევანდელი განცხადებაც იყო აი ამის განსახილვა მართლაც ქართული ნამდვილი დიპლომატიის
მიუკერძოებელი ისეთ დიპლომატების განცხადება, რომელსაც არ უნდა ავანტიურაში გახვიონ ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არის ძალიან ახლოს მიმდინარე კონფლიქტებთან, უკრაინასთან, ირანი აქვე არის. ეს ქვეყანა ვერ გადაიტანს ვერანაირ აგრესიულ ამ ხელადიში პატარა ჩანართს გავაკეთებ, აი ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა ცოტა ხნის წინ გეოპოლიტიკაზე, ამასობაში ირანის გარშე დარჩენილ რუსეთს მაგრად უტევს უკრაინა, გაიმარჯვე მეგობარო. არა ისე მოგაშველე, მიდი განიცე. ესეც ტუპოი გოგოა რა, აი ამ ტუპოი ქალებმა არა შალვა, ხა მწოდნეა მაგ საკითხში. უტევსო? იო. ანუ უყურე წინწევიწიეთ. ბუნებრივად რო თქვა, ყურადღება უკრაინიდან გადავიდა. ანტირაკეტები პეტრიოტის მიდის ახლა რამდენ ქვეყანაში? 6 ქვეყანაში, სადაც პეტრიოტის სისტემა ანტისარაკეტო და უკრაინას არ აქვს. და პლუს გაიზარდა ნავთობის ფასი, რაც რუსებს როგორ ახეირებს და საიდან გამომდინარე არ ვიცი. მოკლედ მეც ეგ ძალიან ცუდი კალია ძალიან. მეც გავაკეთებ რა კომენტარს. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ვამბობდით, რომ საქართველო არის ძალიან რთულ გეოგრაფიულ წერტილში. ესე იგი იქნებოდა ჩვენი სამეზობლო სომხეთ აზერბაიჯანი იქით რუსეთ-უკრაინა აქეთ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები და ასე შემდეგ. ჩვენ ვამბობთ, რომ ცეცხლის სალში არის გახვეული მთელი სოფლიო, ფაქტობრივად განსაკუთრებით ეს წერტილი და ჩვენ ვართ გარკვეულ ტიპის ოაზისი. აგინდა ასე გაიგეთ, გინდა ისე გაიგეთ, ამას ადასტურებს. ამას ადასტურებს აგერ ციფრები და ის სტატისტიკა და რუკა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება ირანზე, მე ზედმეტ თავმდაბლობის გარშე შემიძლია ვთქვა, რომ ირანის საკითხები მართლა კარგად ვიცი და კარგად ვიცოდი განსაკუთრებით. ერთი ის ვთქვათ, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენამდე მოდის, არის ძალიან კონტროლირებადი, ძალიან გაფილტრული და რეალურად ესე მარტივი არ არის. ჩვენ ვამბობდით, რომ ირანში სამხედრო ოპერაცია წარმოუდგენელია, რომ სახმელეთო ოპერაცია ბოდიში წარმოუდგენელია. რეჟიმსაც ვერ შეცვლიან ალი ხამენეის სიკვდილზე, ვისაც გონიათ, რომ კაი რამე მოხდა, ეს მე მგონია, რომ თვითონ თავად იყო ამის ესე იგი ინიციატორი თქო ვერ ვიტყოდ, მაგრამ არ გასულა იმ რეზიდენციიდან, 90 წლის იყო. შესწირა თავი და გადაზარდა ჯიჰადში, რაშიც გადაზარდა. ჩვენ შიიტური ფილოსოფია რო გავიგოთ, რას ნიშნავს როგორია, ნუ იქ მივხვდებით, რომ სხვა პრინციპები მოქმედებს. ვიცი, ხო ნახეთ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას პრობლემა შეუქმნა რეალურად. ესე მარტივად არ დამთავრდება და ძალიან პრობლემები იქნება, რა თქმა უნდა. და მუსულმანურ სხვა რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი პრობლემები იქნება და ესე მარტივად არ მორჩება რა. ბლიცკრიგი არ შედგება. მე ის გამოხმაურებები იყო, ალბათ ისე თავზე. ხო, ნუ ეგ ჩვენ განსაკუთრებით დღეს მას შემდეგ რაც თავრობამ განცხადება გააუცელა და იდეაში სხვანაირი განცხადება რო ყოფილიყო, აქცია უნდა მოგვეწყო მართლა გეუბნები თავრობისთვის, იმიტომ რომ განცხადება გაკეთდა, რომელიც იყო მაქსიმალურად ეროვნულ ინტერესზე მორგებული და არანაირად რაიმე ტიპის ესკალაციის შემცვლელი თეორიული დაშვებითაც კი ყველაფერი იყო გადაზღვრული ამ განცხადებით. ამაზე ატყდა ერთი ამბავი, რომ და ჯერ სხვა შორის სანამ ერთი ამბავი ატყდებოდა fake news-ის მართლა ისეთი სახელმძღვანელო სანიმუშო ის გააკეთეს თელმა ოპოზიციურმა მედიამ, რომ მარტო ირანთან მიმართებით პასაჟი გაანიუსეს. ხო, მთელი დანარჩენი ისრაელთან კი ბატონო, მართალია ის დამალეს და თქოს მარტო ირანს გამოუცხადეს სოლიდარობა, მიუსამძრო ბორის ჯონსონმა უყუროს მაგას და ნახოს დეзинფორმაცია რა არის ქართული არქივის მოინტერესებს. კიდე ამასთან ეს ხალხი კაცო ფაშინიანზე ხო ამბობს რომ აიო ესეთი ლიდერი გჭირდებაო და რა მაგარი არისო და აგერ ამერიკასთან დავაგდაო და ისეთი ვენსი ჩავიდაო მანდო და ჩვენთან არ ჩამოვიდაო როგორი წერილი გაუგზავნა. აი ეგ იყო წუხარება მართლა. კი, ეგეც რო გავეკეთებინა ქრისტიანული ქვეყნის ლიდერის სრულიად ესე იგი მე მგონი ერთადერთი იყო ქრისტიანული ქვეყნის ლიდერი, რომელიც ასე აზერბაიჯანის ლიდერზე მეტად ასე ვთქვათ წუხარება გამოთქვა. კი ბატონო. მეგობრებო, დიდი მადლობა იმისთვის რომ გიყურეთ, ჩვენ ხვალ შეხვდებით ერთმანეთს. ხვალ დედის დღეა და
მაინც და ვიყოთ ერთად და მოგილოცოთ დენის წელი.